მარიკა. რა მოხდა ირაკლი? დილით ადრე გამოგვიძევა ვაჟბატონმა მთხოვა გუშინ და შევედი, შევპირდი. თუ ასე კარგად გახსოვს შენი განაპირები, სახლში უკვე რემონტი უნდა დავიწყოთ. რემონტი უნდა და რა რემონტი უნდა დავიწყოთ მარიკა? ირაკლი, იცოდე სიტყვა. რა სიტყვა? აი ნახე. აი. დახედე კარგად. 49 კილო და 300 გრამი. ოჩახ მარიკა, ასე უცებ როგორ დაიკელი ამდენი? უგულავას დიეტა. ოჩახ უგულავას. კორპუსი გარედანაც გაგვილამაზა და შიგნიდანაც. რემონტი უნდა დავიწყოთ. იცოდე, მე ყველა პირობა შევასრულე. დავიკელი 50 კილომდე. ხო? დედაჩემი 3 თვე არ მოსულა. ერთი წუთი. ხო? გემრიელი საჭმელების კეთება დავიწყე. ხო? აბა. აბა. ნახოთ. კარგია, მარიკა. ვეწოდოს კაცი ასე წაერა. მე მაინც არ გეწოდები აბა. მარიკა. ესე ის გოგო ყველაფერს გააკეთებს რემონტისთვის რა. ნახე ირაკლი. ნახე. აი ეს საბაზანა ვიყიდოთ. ხო კარგი ფერია? ისე რა. მაგრამ ახლა ვერაფერს ვერ ვიყიდით. კარგი ირაკლი რა. შენ არ იყავი რომ ამბობდი თუ დიეტაზე დაჯდები, დაზოგილი ფულით ამას ვიყიდით, იმას ვიყიდოთ. აი რა ვიყიდეთ, აბა, რა ვიყიდეთ? როგორ რა ვიყიდეთ, მარიკა? ალექსანდრ გლები ვიყიდეთ არსენალიდან. დანიელ მეში და კეიტა სევილიადან. მოდი, აი ნახე როგორია ბაზანა, ნახე, აი, ნახე რა კარგია, ხო მოგწონს? ნუ ეხა თუ მე პირველი შევალ ყოველ დილით ამ ბაზანაში, მაშინ მომწონს. კარგი, აი ხომ ხედავ, ირაკლი, დათოსაც მოეწონა, ვიყიდოთ რა. დათოსაც მოეწონა, ხო? მაგას რა ენაღლება, მარიკა? ცოლი მაგას აწუხებს და შვილი. ირაკლი, ხომ არ დაგავიწყდა რომ დათოს უკვე ცოლი წავს და შვილიც. კი ყავს მარიკა, მაგრამ არ აწუხებს. დათო მოდი საუზმე მზად არის. ვერ მოასწრებ მარიკა სამსახურში მაგვიანებდა. ისე მარიკა, ვერასდროს წარმოვიდგენდი დათო რომ სკოლაში დაიწყებდა მუშაობას. აბა, რაც ნატამ ბავშვი წაიყვანა და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, დათო სიამოვნებს ბავშვებთან მუშაობა. მარიკა, გადავიდო და ის გოგო აბა რა იქნებოდა? განსაკუთრებით იმის მერე, ის ჩანაწერი რო ნახა. ანო. წარმოგიდგენია ირაკლი. დათო ბავშვებს ასწავლეს ხატვას. აბა, საწყლები. ირაკლი, როდის დავიწყოთ რემონტი? დღეს არა, მარიკა. უამრავი საქმე მაქვს, გუში ხო ვილაპარაკეთ. კომისიას ველოდები საავადმყოფოში შემოწმებაზე უნდა მოვიდნენ. რა მოგივიდა რა? ესე იგი, ეს წლიური ანგარიში მათ იყოს. ეს მედიკამენტების სია. არა წლიური ანგარიში მინდა.
ესეც 100 და ეს საბოლოო დადებითი პასუხისთვის. ესეც. ხო, დღეს არ მინდა თან დავაგვიანო ხელფასის დღეა. ეგ კარგია. ირაკლი, კი კარგია, მაგრამ იცი რა მითხრეს? ეხლა ხელფასი ბარათზე დაგიждდებაო. მე მაგას რა ჯობია? კი, მაგას აჯობია, მაგრამ უფრო კარგი არისო ხელფასის ასაგებად სალაროსთან რო ელოდებოდი ის. კარგია. ეხლა კიდე ბარათზე დაждდებაო. ირა. დაждდებოდა ვითომ, ა? დათო. ეს რა მაგარია? ნატურმორტისთვის გამომადგება. ბავშვებს დავახატინე. უი, დათო, იცი რა უნდა მეთქვა? დღეს ანანა ჩამოდის. ჩემი ბოთლი მარიკა. ხელფასის დღეა დღეს. მე მირეკავენ. დიახ? ხო, ეთუნა, ხო, მე ვარ, თამარი. უფ, სად იქნება ქეთევანი? წაბრძანებულია ქალბატონი ლაშასთან ერთად. ხო, დავრჩი მარტო, ხო. ხო, ძაღლის ყიდვა მეც ვიფიქრე. არა, გოგო, რა სპანიელი. გერმანული ნაგაზი, უფრო აი ვაშკაცური შესახედაობისა, არა? რატო? ესე იგი დღესაც ვერ წავალთ რუსთაველზე სასეირნოდ? ხო, კარგი, რამეს მოვიფიქრებ. შენი ტოლები გათხოვდა. ანანო, შემოდი, როგორ ახარ? მოდი გაკოცო. როგორ ახარ? როგორ მოიარე სუდანია? მითხარი, აბა რა შვებოდი, რა ჩამომიტანე? დღეს ჩამოვედი თამარ და იცი, საერთოდ მარიკასთან ვიყავი მოსული, უბრალოდ არ არიან და ვიფიქრე რომ შენ გეცოდინებოდა. მარიკა მაღაზიაში იქნება ჩასული. ქეთევანი როგორაა? გადასარევი ბიჭია ლაშა, ხო? ნეტა ანანო იმათი წყალი შენს გადაგესხას. უი, ისა, აი ეს დათო როგორ არის? კარგად, მუშაობა დაიწყო სადღაც. არა და ჩემი სიძე ლაშა 10ჯერ უკეთეს სამსახურს გაუკეთებდა, მაგრამ მოიცადა? მოიცა, მუშაობა დაიწყო? და მე ირაკლი თამარ. ისიც არის რა. იმ დღეს ლაშა ყავდა შეყვანილი, გაგიჟდა ირაკლი ისე მოეწონა. რა ბიჭიაო. ხო, ნახა ლაშა კაია, მაგრამ ეკა საით არის? ეკა არ იცნობს ლაშას. საით არის ეკა არ ვიცი. გონის წვარდესად დაიწყო მუშაობა და დაფრინავს აქეთ-იქით. ვანიმე ყოჩაღ ეკას. თუ მეწერე სანდრა, მაგრამ მეზღვაურობა ხო არ დაიწყო? არა, სანდრა შოუ ბიზნესში წავიდა. ეხლა სიმღერა ჩაწერა. ყაზახეთშია წასული კლიპს იღებს. მე სიმღერა არ მომისმენია. ალბათ ნავთობზეა, რადგანაც ყაზახეთში იღებენ, ლაშამ თქვა ასე. ხო, ლაშამ თუ თქვა, ხო. უი, მე რამდენი რამე მოხდარა და მოიცა ქეთევანი არ არის სახში? ოფ, წაბრძანებულია ქალბატონი. ლაშასთან ერთად ალბათ სადმე კაფეში. აი ეს სერიოზულადაა საქმე, აბა. მოიცა, ანუ ესე იგი უკვე ერთად არიან, ხო? ნუ არა, მართალიცა ბოლო 21 საუკუნეა, ხო? გაგიჟდი გოგო? რა ერთად
სად არიან? ამ ოჯახში ქორწილამდე 21 საუკუნე არ გამაგონა. მეც შეგარავ თქვი კაცო. წვენი გინდა? ხო მომიტანე რა წვენი. ეს რა უქმია? თამარ? ეს აღუწინის პლაკატი რატო ადახეული? რატო გოგო შენ არ იცი რა მოხდა ქვეყანაში? ეხლა შენ მომიყევი, აბა როგორ ხარ, როგორ მოიარეს სუდანი, ეს რა არის? შეხედე რა ჭიქებია ლაშამ გვაჩუქა. უბრალოდ ნახე რა ხარისხია. მე კარგად მოიარე თამარ ძალიან მომენატრად საჩუქრები ჩამოგიტანეთ. უი, მოიცა. ეს არის შენი საჩუქარი თამარ. ამას იქაური აბორიგენული ტომის ბელადის ცოლი თვითონ აკეთებდა. კარგია, ლამაზია. აი აქეთ დავკიდებ ამას ესე. თამარ, მე წავალ მოდი ახლა, ხო? მე საღამოს მოვალ, ხო? ძალიან გამიხარდა ანანო შენი ნახვა. აი ძალიან. აი მე საკეტიც გამოსაცვლელია, მაგრამ ლაშა რომ მოვა, ის აუცილებლად გამოცვლის. ვერცხლის ყალივით ბიჭი, აბა იმ შენი უსაქმურივით კი არ. ხო რა ვიცი. დაო, მივდივარო? მივდივარო. კაი. კარგი. აუ, რა ისევ მარტო დავრჩი რა ვაკეთო, რასაც წავიდე. ეს ხელოვნების მუზეუმის და ბუიღლიშვილების ახალი რემონტის ნახვა რამდენჯერ შეიძლება. ნათია, შემოდი ერთ წუთს. ნათია, ეგენი ჩემთან არიან? ვინ ირაკლიქიმო? ის სამი ტიპი ყვავილებით. არა, ირაკლიქიმო, თქვენთან არ არიან. ნათია! გისმენთ. აი ეს 20 თეთრი გამომართვი. და ლიფტიორ იურას მიუტანეთ, ორი პაციენტი არ ჩაყავს რეანიმაციაში. მე შემოდი. აჰა. ესე იგი, ეს წლიური ბალანსი. ეს მედიკამენტების აღრიცხვის სია და ეს საბოლოო დადებითი დასკვნისთვის უი ეს 2 ეგზემპლარად მქონია. კარგია. ნათია, ხوار გაგიგია რამე ახალი? მე კომისიაზე რა ხდება? კი, გავიგე, სანიტარულ მდგომარეობასაც შემოწმებენო. აჰა, სანიტარულსაცო? ნუ თუ სანიტარულსაც შემოწმებენ, მაშინ რა ქენი, იცი? იმ ლიფტიორ იურას უთხარი დღეს წავიდეს სახში. და მაგის მაგივრად ლიფტში ვინმე კარგი გარეგნობის პრაქტიკანტი გოგონა დააყენეთ. სხვა რა არის ახალი? ახალი მეოთხე სართულის რემონტი დამთავრდა. 2 ახალ რეანიმობილს გვაძლევენ და Prison Break-ის ახალი სერია დადეს ინტერნეტში. გაჩვენე. კიდე ხო, საპატრულო პოლიციიდან იყვნენ. ჩვენი ძღოლის სიმთვრალეზე 300 ლარიანი ჯარიმა მოხდა. მომეც ამას მე გადავიხდი. და თქვენ რა შუაში? ნათია. აბა მარტო ხوار დავლევდი იმ დღეს რო ავატოფები რა შვებიან? გნოლიძის პაციენტ წუხელ გულმა დაარტყა. გულმა? ვაა! ესე იგი ხან ნაღლის ბურჯს დააბრალეს. ხან ღვიძლს და გული ყოფილა? ვაა! სიმართლე გითხრა მე აპენდიციტი მეგონა.
როგორ არის ახლა? ოპერაცია გაუკეთე სტაბილურადაა. სტაბილურად არის. ძალიან კარგი. ის ჩიქობავას ომეპრაზოლი გაუგრძელეთ. ჩიქობავა გაეწერა და როგორ დაუკავშირდე? იპოვეთ და გაუგრძელეთ. როგორ დაუკავშირდე? ციური როა. ციური, ჩვენი რენტგენოლოგი ციური. მაგას ყავს ეგ ჩიქობავა მეგობრებში ადნაკლასნიკებში. სამსახურში აღარ გამოდიხარ? რო გამოხვალ ნახე რა. ერთ კვირაში კარგია, მაგრამ ნახე მეთქი. გოგი, ის შენი კლასელი რო იყო მხეცაძე. ხო. მაგის ძმამ თმები გადაინერგა? რა ვიცი და ჩემთან ზის მოსაწვევში. მისაღებში. აჰა. არა გოგი რა ჩემთან იმასთან კარგი აი მე მარიკა როგორ მონატრები ხარ მოდი ერთხელაც ჩაგეხუტები რა მარტო მარიკა, ეხლა რა არის, იცი? მე თამარმა რაღაცები კი მომიყვა, მაგრამ აი იცი მე უფრო რა მაინტერესებდა. მე აი რა, აბა? ნუ რა შვები შენ როგორ ხარ? მე ვარ ძველებურად სახლში ვზივარ უმშევარი. აჰა. კაი ფორმაში კი ხარ. მადლობთ. ხო, ეხლა მე მაინტერესებდა, მარიკა, მე რა გაინტერესებს? იცი მე რა ვინ როგორ ირაკლი როგორ არის ეგ მაინტერესებდა. ირაკლი დააწინაურეს მთავარი ექიმია. აჰა. დააწინაურეს. ხო. და სხვა სხვა შენ რა გაინტერესებს, ვინ გაინტერესებს მითხარი და მე ყოფის გეტყვი. ნუ აი სხვა აი გეტყვი შენ თუ რემონტის ამბები გაინტერესებს, გეტყვი რომ ოთახის გადატიხრას ვაპირებ. არა გიხვეწები რემონტის ამბები არ მინდა რა მარიკა. მე იცი რა მაინტერესებს, მე ხა რა და მაინტერესებს მე ნუ კაი ხო მარიკა, ნუ დათო მაინტერესებს. რა შევა დათო როგორ დათო კარგად არის. ხო იცი ბავშვებთან ურთიერთობა როგორ აწყარებს ადამიანს? ესე იგი ბავშვთან არის ხო? დირექტორთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. დირექტორთან? შენ ალბათ სიდედრზე ამბობ ხო? რა სიდედრზე ანანო? მოიცა ნატას დედაზე არ თქვი ახლა? ვიცოდი შენ კასეტის ამბავი არ გითხრეს? არა რა კასეტის ამბავი მარიკა? ვიცოდი თამარი რას მიკეთებდა? რა ვიცი თამარი ლაპარაკობდა სულ ლაშა-ლაშაო. ო, კარგი, დათო თვითონ მოგიყვება ყველაფერს. ხა შენ მითხარი სუდანი როგორ მოგეწონა? აი მე მარიკა ძალიან მომეწონა სუდანი იცი რა. უი მე მარიკა, აი შენი საჩუქარიც. ძალიან ლამაზია. ამას აი აქ დავკიდებ. და რომელალ ნახავ ხოლმე. აი რა ვიცი როგორც გინდა. მარიკა? თიკა. როგორ ხარ? რამდენი ხანი არ მინახი ხარ? ვაი, მე საერთოდ არ შეცვლა. შენ ძალიან გასუქებული ხარ. მე ხო, რა ვიცი, გაიცანი ეს ანანოა. მე სუდანში ვიყავი. სასიამოვნოა. ანანო გაიცანი ეს ჩემი ძველი მეგობარია თიკა. ჩემთვისაც სასიამოვნოა და ჯექი რა. დიდი მადლობა. ვაი მე რამდენი ხანი არ მინახი ხარ? ბოლოს როდის გნახე არც კი მახსოვს. ბოლოს გახსოვს ნუნისში. უი, ნუნისში ხო? ერთად ვისვენებდით. ის გახსოვს? ბარსელონას მაისურიანი მიღაც პუტკუნა ტიპი რო საზამთროებს გვიგზავნიდა.
ირაკლი. ხო, ირაკლი. ძალიან სასაცილო ბიჭია. ხო, ჩემი ქმარია. მარი? ხო. ეხლაც მახსოვს იმ საზამთროს გემო. მართლა გახსოვს? ესე იგი, შენ და ირაკლი ერთად ცხოვრობთ, ხო? ესე გამოდის. ძალიან კარგი. ხო, ერთად ცხოვრობენ მარიკა, ირაკლი და დათო. დათუნაც ყავთ უკვე? რამხელა პატარა. არა, ვერ გაიგე. იცი რომელი დათო? აი, შენმა ძმამ რო ჩემს გამო გავახა. რატო გალახა? შენი ბიძაშვილი? ხო? აო. გასაგებია. და ის გახსოვს? გრძელცხვირა გოგო. შენ ძმას რომ ნაძვისკევებს უგზავნი და ლანა, ხო, ლანა. ჩემი რძალია. მარიკა, შენს გახსოვს ხო იმ ნაძვისკევების გემო? ისე შენ ძმა როგორ არის? ზვიადი? რავი არის რა. ცოლი მოიყვანა. ხო? მარიკა, იცი რა, მე ძალიან დამწყდაგული თქვენ რომ ერთმანეთს დაშორდით. იცი რა, შენი სურათი ეხაც ოთახში უკიდია. მოიცადა, მე ის ცოლი რას ამბობს? ცოლი არაფერს, ზვიადი ეუბნება ეს ბებიას ახალგაზრდების ფოტოა. ვინმე მარიკა, წარმოიდგინე ქუჩაში რა გდახოს რა დაემართება. მომისმინე და შენ აქ არ მინახარ, ხშირად ადიხარ. არა, აქვე ვიყავი. ბინას ვეძებ და მითხეს აქვე ქირავდება, მაგრამ საშინელი ბინა არ მომეწონა. ვინმე მარიკა, შენ სართულზე ხო ქირავდებოდა ის ბინა? ქირავდება. ხო, მართალია, ოროთახიანი ნათელი ბინა. წინ მეგეყოლები მეზობლად, აი გვერდზე. ნუ გვერდზე გაუძლებ რა. გაუძლე? ხო. გაუძლებ რას ნიშნავს? იქ იცი რა არის, ორი დაცხოვრობს. ერთი გასათხოვარია და მეორე ძალიან გასათხოვარი. შოთა? ხო. ეგ მაქვს შოთა. ხო. შოთა, სარდაფიჩია მოწმეს? და კიდე რა საბუთები უნდა მქონდეს ბზად? ეგ რა მაკლია, ეხლა ირაკლი ჩხეიძესთან შესვლის ნებართვა ავიღო. შოთა? მე რა დაგირეკავ, ხო? კარგი შოთა. აი ირაკლი, ხო გპირდებოდი, დღეს მოვალ, ხვალ მოვალ, დღეს მოვალ, ხვალ მოვალ და აი მოვედი. ახ როგორი კაბინეტი ქონია? ბილის კამიო, ტელევიზორიო, პენტიუმიო. თამარ, ვერ დავმალავ, მართლა ძალიან გამიხარდა შენი მოსვლა. მაგრამ სამწუხაროდ ცუდ დროს მოხვედი. შემოწმებაზე უნდა მოვიდენ წუთი-წუთზე და რამდენადაც სამწუხაროდ და რთული არ უნდა იყოს ეს ჩემთვის უნდა დამტოვო. მართლა? დიახ. ბიჭია? კი. უცოლო? მე მგონი. ხელფასი რამდენი აქვს? 1500 ლარი. ხო ბიჭია? კითხო, ხო გითხარი. ხო და ძალიან კარგი, ერთად დაველოდოთ. როგორი შეიძლება? ნათია, შემოდი ერთ წუთს. სია ხომ მოგეცი მე შევიდა უნდა შემოვიდეს ამ ოთახში. ეს გოგო იმ სიაში არის. ხო და ჩაწერე. ამეცია. რაო? რამდენიაო დოტაცია საერთო თანხიდანო? 15%. 15%-ია დოტაცია. ვითომ ვერ ხვდები, ახლა რას გულისხმობთ? აი, ირა
ირაკლი, კარგი რა თამარ რა. კარგი რა. ეს სურათი ნამდვილია? დიახ. გელა გეგუჩაძე 29 წლის. ტელეფონი. ისე კარგია ლიფტში ადამიანი რომ დაგიყენებიათ. იცი რა, მეც უნდა ვცადო, თორე გაავსეს 5 ასანთის ღერებით. ოახ, სად შეინახავს ხოლმე ეს გოგო რა. რას ეძებ? ოპერაციის ოქმებს სად დადებს ხოლმე. ქალბატონო, შემოდი. რას აკეთებ, თამარ? ირაკლი ქიმო. მოვიდა. ვადლოზურა, თქვენ ხარ? მე კიდევ ნერვიულობდი, ვინმე უცხო კაცი არ გამოუშვან, შარიანით ხო? მომბძანდით ბატონოზურა, მომბძანდით. აი ჩემ ადგილას დაბძანდით. არა, როგორ გეკატრებათ მე იქ ვიჩი. კი ბატონო, მაშინ იქ მიბძანდით ბატონოზურა, იქ მიბძანდით. იქ. ბატონოზურა, როგორ ბძანდით? რა ვიცი, ვარა, თქვენ როგორ ძებთ? მეც არ ამიშავს. ისე სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა გუში რო დარეკეს. გაისამდე აღარ ველოდებოდი კომისიას. არ ჩვენ არ ვაპირებდით. მაგრამ სტატია არის გაზეთში თქვენ სამართლოფოზე. სტატია? დიახ. სტატია? აბა ნახოთ რა სტატია. ნახოთ სტატია თუა? აი ეს. არა, რასამ? მაშინ ეს. არა, დღეს არა. ერთი მითხარი, რამდენი საწოლი გაქვთ? რამდენი საწოლი მაქვს? დიახ. მაშინ აი ეს. ნუ კარგი. ოღონდ ცოტა. რა თქმა უნდა. და მოდი, შემოწმება ხვალისთვის გადავდო. დიახ. დაასხი. აჰა. ირაკლი, წარმადგინე. თამარ გადი. თამარ გადი კი არა, თამარ ღლონტი. რამდენი საწოლი გაქვთო? რამდენი საწოლი გაქვთო? კითხე? კი. 55. 55-იო. დავამტყოფი რამდენი? და ავადმყოფი რამდენი გყავთო? 16. 16-იო. ახალგაზრდა ექთანი, ამდენი თავისუფალი საწოლი. რაიმე მარიკა სად გაქვს თვალები? და თქვენ სად მუშაობთ? სამინისტროში. გურგენიძე თქვენთან არის? მომიკითხე დაუცილებლად. თამარ, კარგი რა, თამარ რა. კარგი რა, გვაცადე ცოტა ხანი რა. მაშინ დავრეკავ. სულ წაიღებ ტელეფონი. ბატონო ზურა, გისმენთ. ირაკლი, ოღონდ აი ეს დოკუმენტები გამიმზადე. და ხვალ გამოვივლი და წავიდებ რა. აი დღის მეორე ნახევარში. დღის მეორე ნახევარში და საოპერაციო ოქმებიც არ დაგა. კი ბატონო. ხო, ეთუნა მე ვარ, თამარი ვარ. მომისმინე, ქეთევანი არის ლაშასთან ერთად წასული. ვურეკა და არ პასუხობს ტელეფონს, ძალიან ვნერვიულობდა. შენ ხო არ იცი? არა. ილაპარაკე, მე არ მეწერება. ხო. ირაკლი ქიმო. ძღოლი გელოდება და რა ხნა გაუშვა? კარგი, წავედი, კარგად. ბატონო ზურა, თქვენ ფეხით ხართ? არა, მანქანით ნუ შეძუხდები. გაუშვი. მოიცა არ გაუშვა. ირაკლი, წავედი მე. ნახვანდის ბოდიში, ირაკლი. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვანდის წავედი. წავედი. მე მგონი უნდა შევთანხმდეთ. ბინა მომეწონა. ნორმალურია. კი, ძველი რემონტია, მაგრამ სუფთა. არა, მთავარია წყნარი იყოს, მეზობლები იყვნენ კარგი. ისაც ჭერს დავაკვირდი და ზემოდან წყალი ხوار ჩამოდის. არა, ზემოდან
არა. წყალი მაქსიმუმ ესე გვერდიდან გამოვიდეს. აქ ესე დებილონდები ცხოვრობენ. სამაგიეროდ კედელი ორმაგია, აი თქვენ და დებილონდებს რომ გყოფთ. დამიჯერეთ ასე ჯობია. მე მგონი კედელი მაინც უნდა შემღებო. ხომ, კედელი ისა. მარიკა დედა როგორ არის? დედა კარგად მადლობა. ხო, აი ბოლოს ვაკე საბურთალოს გზაზე ვნახე ჯაჭვში ვიდექით ერთად. ხო, და ირაკლი? ირაკლი დააწინაურეს კარგად. უი, რა სამბობ, ირაკაია და აი ეხს ხო კარგად. უკაცრავად მრიცხველი რომ უნდა გვენახა მრიცხველი, კი ბატონო. რატო? ფეხი დამოხვედი? როდის იყო მე ლიფტით დავდიოდი? მიცადე, აბა ყოველ დილით იმ 5 თეთრიანებს რატო მართმე? შენ თუ იმ 5 თეთრიანებზე მეკითხები? მარიკა გამარჯობა. გაიცანი, აი დათო. ეს ის დათოა? ჩემ გიძაშვილი შენ ძმასთან მაშინ უსიამოვნება რომ მოვიდა. ეს სხვათა შორის მე ის თვალი მანამდე მქონდა ჩადურჯებული. დათო, თიკა ჩვენთან გავდის საცხოვრებლად. რა? ჩვენთან გადმოდის საცხოვრებლად? ბოდიში უკაცრავ, მოდი აქ. მარიკა, გაფრთხილებ, იცოდე გარეთ რაც არ უნდა კარგი ამინდი იყოს, მე აივანზე არ დავწვევი. რა კარგი ამინდი, დათო, ამ სახლს ქირაობს. რა? ხო. ამ სახლს ქირაობს? ხო. ბოდიში. ხო გითხარი, რომ ბინის ქირაობა მე მინდოდა. დათო, შენ გინდოდა $50 და ეს ღირს 300. ჯერ ერთი $300 ძალიან გაბერილი რიცხვია. და მეორეც $50 არც თუ ისე პატარა თანხა. ხო, უი, გამარჯობა დათო. გადაწყვეტილია ხომ? კი, ვიქირავებ. ძალიან კარგი. მოიცა რა არის გადაწყვეტილი, რა სიქირა. რამდენ სიხდი? 300. მე გადავიხდი 320. მე 350. 370. 400. $401. კარგი დათო, კარგი, აცადე ხალხს მოილაპარაკონ. მოდი. ღმერთია მოწმე, მე ყველაფერი ვეცადი აქედან გადავსულიყავ. აი ხა. აი ხა, შენ გაიცი შენ ქმართ პასუხი. ისეთი სოუსი გავაკეთე, რომ ლაშა გაგიჟდა. არა და თურმე ხორცს დიდად არ ეტანება. თურმე ძალიან ცუდი ყოფილა ცხიმები ორგანიზმისთვის. შენ გაიგე რომ მიასკდები ხოლმე ამ შენ წარმოხრაკულებს. ირაკლი, მისმე? კარგი რა თამარ რა. კარგი რა მაცადე ცოტა ხანი შენც იქ არიყავი საავადმყოფოში იმ კაცმა რა მითხრა. ხვალდილისთვის უამრავი რაღაცა მაქვს გასაკეთებელი. რა მოგივიდა? ირაკლი, მე ეს გითხრა იმ კაცმა გითხრა რომ ჯერ საშუალო მაჩვენებლები მაჩვენეო და მე პროცენტიო. კარგი რა თამარ, პირველად ხო არ ვაკეთებ, ვიცი რასაც ვაკეთებ დამანებე თავი. ხო, კარგი. ირაკლი, რა არის ეს რა გაკრული ხელით წერ? ცოტა მოამრგვალე რა, აი, მუცელი მოუმრგვალე რა დაგემარ. ირაკლი, გეხვეწები, გამოდი, გააგრძელე მუშაობა და ხმას აღარ ამოვიდე. დაიფიცე? ქეთევანს და ლაშას გეფიცები. იჯდები ჩუმად და ხმას არ ამოიღებ. ხო დავიფიცე. აჰა.
ესე იგი, ივლისის პაციენტები. აი აქ მე. 14 გავაკეთეთ. 68% შემოვიდა მწვავე ტრავმა. ესე იგი, ხერხემლის პათოლოგიები 14. აქედან ოპერაცია გაკეთდა 7-ჯერ. ამ 7-დან 4 ჩაყვანილ იქნა. სუფთად წერე. ვაიმე, ირაკლი, გაგძელი მუშაობა და ხმას აღარ ამოვიღებ. ვა, ირა, მეცადინეობ? აი მომისმინე. აი ამ ოთახზე გეუბნები რა. გამარჯობა. გამარჯობა გენზე. აი დიდი საკმაოდ დიდი ოთახია. აი მომისმინე აქედან მინდა აი ესე გადატიხრა. მე აქედან პირდაპირ. უი თამარ გაიცანი ეს თიკა. აი მთელი გენაცვალებ მუშაობ. სხვათა შორის შენს გვერდით გადმოდის მეზობლად. ირაკლი, შევისვენოთ. თიკა გაიცანი ეს ჩვენი მეზობელი თამარი. ძალიან სასიამოვნოა. თიკა. ჯერ სადა ხარ, ასეთი მეორეც არის. სასიამოვნოა თამარი და ვაიმე ქეთევანი. აუ მოვკლავ მაგას. ნუ მიაქცე ყურადღებას. ყავს დალე? მოდი დაჯექი. ირაკლი. თიკა, მაგახსოვს თიკა? ბარსელონა ხო? თიკა? თიკა. ირაკლი. ნუნისი გახსოვს? ნუნისი. თიკა? ხო. ისა. მოგივიდა ირაკლი. ნუნისი რომ ვისვენებდი თიკა. ხო. უკაცრავად, მაგრამ ირაკლი, რა გემართა? გაიხსენე ნუნისი თიკა. ნუნისი. ნუნისი. გაგიხსენა. თიკა. გავიგე, აქ გადმოდისო და რატომ? მიცი რა არის, ჩემმა ძმამ მოიყვანა ცოლი და გადავწყვიტე ცალკე გადავსულიყავ. რატო? რაღაც უხერხულად ვიგრძენი რა თავი, მე რჩივნა ცალკე მეცხოვრა. რაღაც თითქოს ზედმეტი ვიყავი და შენ ხوارსთან არ გეჩქარება. ერთად გეცვალე, აქ ჯექი არ დაწყვეტ. დადო! ნახატი ჩამომივარდა. რა ნახატი, მოდი აქ. თიკა, შენ შემოგევლე. კიდევ ერთხელ მომიყევი, რატო წამოხვედი სახლიდან? კარგი ირაკლი, რამის დროა ახლა? კარგი რა, ირაკლი რა. ერთი სწორი რუსმანი ვერ ვიპოვე. სად გიდევს მითხარი რა? იქ იქნება უძრაში მიდი და ნახე. მარიკა, ის გახსოვს ნუნიში, ვიღაც ტიპი რო იყო, ძალიან უცნაურად რო იცინოდა. ეგ ვინ იყო? უცნაურად იცინოდა? ვინ იყო? ჩვენზე მოდრო ცხოვრობდა სასაცილო ბიჭი იყო. და ესა თიკა, გენაცვალე, შენი მეგობარი რო იყო ნინო, ჩვენთან ერთად რო ისვლებდა. როგორ არის? კარგად არის. ოღონდ მარიკა. მაკა. და მამა როგორ არის? შენი მამა ბიძინა, ბატონი ბიძინა როგორ არის? შალვა? კარგად არის. შალვა კარგად არის. ბედნიერება. ისა და ისე ვიქცხოვრობთ მიცკევიჩზე. ისე დოლიძეზე, ხო? მიცკევიჩზე. დოლიძეზე.
და ის ძაღლი რო ყავდა თქვენ კოკერ სპანიელი. დედა რა საკვე ჩაპა. როგორ არის ჩაპა? ჩაპა მოკვდა ჩაპა. უი ჩაპა მოკვდა. არა და მარიკა იცი რა საყვარლობა იყო. უიმე ასე რომ დადგებოდა. ვაიმე რა ძაღლი იყო. ესე იგი, აი რა სასაცილო ძაღლი იყო, იცი ბუღე. მოიცადე და მართლა ჩაპაებო? რა ჩაპა საერთოდ არ ყოლია ჩვენ ძაღლი. კარგი, მოდი მითხარი როგორ გადავტიხო ბინა. აი ესე. იცი რა მე მგონი ჯობია რომ იხარი გააკეთო ამ ადგილას შეხედე ამან და არა აი გააკეთეთ იხარი ხო მარჯვნივ ჯობია გააკეთო სამზარეულო დამიჯერე და მარცხნივ აი აქ იქნება მისაგები შეხედე კაია მე მომწონს ირაკლი ნახე რა ლამაზად დახატა რა ლამაზად გამიფუჭა ფორმა ასე კაცრავე არა უშავს გენაცვალე ვის არ დაუხატავს სამინისტროს საბუთებზე არა უშავს აი მე არაფერი არ მესმის ვერ გავიგე რა უთხრა რა არის დათო რა მუშაობს კაცი ეხლა მოიცა მოდით ყველა ჩემთან ივლისის პაციენტები გვერდზე გრაფაში ჩაწერენ. ოპერაციის ოქმები არ შეგეშალოს ნომრები. არ უნდა მაგას წერე. ოჯახ. თქვენ არ მოცდეთ? მე გავაღებ კაცს. ანანო როგორ ხარ? კარგი ასე უცებ ჩამოხვედი? არ მოგეწონა სუდანი? აი მე არ ვირაკლი სუდანი ძალიან მომეწონა მაგრამ ეს როგორ მომენა და თუ არ გავზენი არა ისე გლონტების სუდანელებს კი ჯობიან თამარ კეთევანი კიდე არ არის? აი მე კეთევანი მოვკლავ ამას ირაკლი ეს შენ ვა რა მაგარია დიდი მადლობა ანანო ამას დავკიდებ აი აქ მარიკა ირა ხო აი ფორმა ასები შევავსე აჰა ანანო გამარჯობა ანანო გამარჯობა დათო რაზე დამიძლავდით? მითხარი რაზე დამიძლავდით? ჩავჭრე და წილში ვარ. არა სად არის ახლა ამდენი ხანი ვაიმე კეთევანი რომ მოხვალ მოგკლავ რა ეს გოგოა შტერია ვერ ხდება ადგეს წამოვიდეს ლაშა მაინც უთხრას კაცო 9 დაიწყო კეთევან ადექი და წადი ახლა სახლში ვაიმე შენ ახლა რას გიზავ ლაშა რო წავატო ახლა არ მინდა გამარჯობა ლაშა გამარჯობა კეთევანი სად არის არ ვიცი მაგიტო მოვედი მთელი დღე ურეკავ მე მეგონა სახლში იყო გათიშული აქ ტელეფონი ვაიმე რა ხდება მოიტაცეს რა